გააგონეს სიმართლე რეჟიმის დამცველს. ამ სახელწოდებით სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ლევან იოსელიანის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ იოსელიანმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ აქციებზე დაკავებულთა წამების შემთხვევების სისტემური არ იყო და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ უნახავს. აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის ოფისთან 3 მუყავის ყუთით არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და აქციების დროს ნაცემი და ნაწამები მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს. Ამიდან მე გულახდილად ვიტყვი, რომ ამიდან როდესაც არაკეთებდა წვავე განცხადებებს, რაღაცას ვფიქრობდი, რომ იქნებ ცოტა ხანი კიდე ვაცადოთ, რომ იქნებ რაღაცა კიდე დაინახოს, იქნებ კიდე რაღაც დაინახოს, მაგრამ აი ბოლოდროინდელი განცხადებები, აი ბოლო რაღაცა ჩემთვისაც ზღვარი იყო, აი ბოლო წვეთივით იყო, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში ესეთი რაღაცები თქვა, რომ სისტემური არ ყოფილაო წამება. მე მაინტერესებს, რამდენი ხა აქ აქვს ჩვენ მოტანილი სურათები, ხა ყველასი არ არის აქ. რაც ამ ორ დღეში უცებ მოახერხეთ ამ დაბეჭდა და მოტანა ამის ილუსტრირება ხდება. რამდენი ადამიანი უნდა აწამონ კიდე, რომ ამას სისტემური დაარქვას. ანუ დავამატოთ კიდე 50, კიდე 100, ანუ ანახას უნდა ველოდოთ, ხო? ეგ ერთი საკითხი და აქ თქვენი ცით უამრავი ადამიანი არის ასახიჩრებული, უამრავი ადამიანის მიმართ გახორციელა და არაადამიანური ღირსების შემნახავი მოხდება. მე პირადად ვნახე ბატონო იოსელიანო, როგორ მოდიოდნენ ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა პირადობის მოწმობებით სოფელ ხიზილაჭროს 42 და 50 უბანზე. როგორ მოდიოდნენ ადამიანები სხვა ადამიანების პასპორტებით, მაგალითად იყო ახალგაზრდა ბიჭი ჩაღარა კაცის პასპორტით იყო მოსული ადამიანები. მოდიოდნენ საერთოდ ფიზიკურად არ ჰქონდათ პირადობის მოწმობები და ჰქონდათ საკუთარ ტელეფონებში მხოლოდ სურათები პირადობის მოწმობების და ასე აძლევდნენ ხმას. მოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც პასპორტებში ჰქონდათ შაკრული თაღალდის ნაგლეჯები, რომელზეც ეწერა საერთოდ სხვა ირელევანტური ადამიანის პირადი ნომრები და ასე აძლევდა ხმას და ეს იყო სისტემურად. ამ უბნებზე ქართულმა ოცნებამ აიღო 80%. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და პერიოდულად აპარატის თანამშრომლების მიერ დაწერილ კრიტიკულ მიგნებებს უარყოფს. იოსელიანის ოფისთან შეკრებილების თქმით იმის ნაცვლად, რომ ის მოქალაქეებს იცავდეს, ძალადობრივი რეჟიმის მცველად და ნაწილად იქცა. სახალხო დამცველი დღესდღეობით ჩვენ უკვე აღარ გვყავს. ეს არის რეჟიმის დამცველი და რასაც ეს ადამიანი ლაპარაკობს, არ გვემსახურება ჩვენ და არ იცავს ქართული ხალხის ნებას. ათარების მხარეს ის ამზის სასამართლოში და არ აღრიცხავს იქ რა ტიპის დარღვევებია, როგორ უმოწყალოდ ექცევიან იმ ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ამ ხელისუფლების ტყვეები. ამიტომ მე მას ვთხოვ, რომ წაიკითხოს და წააკითხოს ეს პროპაგანდისტი არხების წარმომადგენლებს და ასევე გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს.